ეხლა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა რაც ეხება, მე მგონი მოსალოდნელი იყო, აქედან მიდიოდა ეხლა ბოლოს გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავენ და ტროტუარზე დგომის გამოიჭერენ ხალხს და უცნაური იყო, რომ აქამდე არ გააკეთეს. და მithumetes ხა დასავლეთში ეს სერიოზული პრობლემაა, იქაც ეს დიდი დისკუსიები მიდის ამ სიძულვილის ენაზე და იქაც ზღუდავენ სიტყვის თავისუფლებას და იმედია ეს არ მოხდება, მაგრამ ხელჩასაჭირი გაუჩნდათ, რომ აი ნახეთ ევროპაშიც ვიღაცა ასე აკეთებს. იმას კი არ იტყვიან, რომ ევროპაში ვიღაცა ამას რო აკეთებს, უამრავი ადამიანი ამას ეწინააღმდეგება და იმედია ბოლოს და ბოლოს სიტყვის თავისუფლება გაიმარჯვებს. ან იმას კი არ იტყვიან, რომ რუბიო და ვანსი ამას აკრიტიკებდა ევროპას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის და ამის ვიზებს უქმნებდნენ და სანქციებს უწესებდნენ ინგლისელებს, იმიტომ რომ სიტყვის თავისუფლება იზღუდება. ამას ხო არ იტყვიან. აიღეს ყველაზე ცუდი რაც იყო ევროპაში და შემოიტანეს. და საბოლოო ჯამში, აი როგორც ის ხო მიიღეს კანონი, როცა მე მგონი დეპუტატებს რო ლანძღავდი, ხო, აი რაღაც ჟურნალისტები რომ დააჯარიმეს. ხო, ანუ საბოლოო ჯამში აქეთკენ მიდის რა, იმიტომ რომ ეხლა თუ მართალი ხარ. ხო, ანუ ეს მარტო მათ ეხება, ეს ანუ მე თუ გამლანძღავენ არ დაიშლებიან. რა თქმა უნდა, ყოველთვის ხეს. ინანაძეს თუ გამლანძღავენ? კი, რა თქმა უნდა. ნუ აბა ეხლა არავის არ აქვს იმის მოლოდინი, რომ რაღაცო დიდო სამხარეზე გამოვა და ნაცებს განაწყავს მორიგჯერზე, მიდოთ დიდო სამხარეზე დაიჭერენ. მე მგონი ამას არავიდან არ ელოდება. ხო, ანუ და ზოგადად სიძულვილის ენა ხო უბრალოდ ქართული ენების მეორე სახელია, რომ და ამათ მას შექმნეს ეს ბიზნესის ფორმულა შუა გაიკრიფოს არის ამის პირველ წყარო. რომ შუა თუ ორი პოლუსია, აქეთ ქოცები არიან და აქეთ ნაცები არიან. შიდა მტერი შევქმენით. ხო, გასაგებია სიძულვილი ბუნებრივად გაჩნდება. ამაში ქოცებს აქვს მრავალწლიანი ინვესტიცია ჩადებული და გულწრფელები რო ყოფილიყვნენ საკუთარი თავის დაჭერით და შეზღუდვით უნდა დაეწყოთ, მაგრამ ნუ ეხლა რეალობაში თუ გვესმის, ეს უბრალოდ ხელისუფლების მორიგი, ასე ვთქვათ, დაცვა, სხვა კრიტიკისგან, მათ შორის შეიძლება მაგალითად ისევაც მოიყვანენ, ეხლა გასაგებია რომ ოპოზიციურ აქტივისტის უამრავი რაღაც უძდელი ადამიანი შეიძლება იყოს, რომელიც იქცევა ისე რომ არ მოგეწონება. მაგრამ აი ეს ხო სწორად უზრდელობასთან გვაქვს საქმე აფრაშვაში. გარდა იმისა, რომ უზრდელობასთან აფრაშვაში არის ზუსტად კანონთან აფრაშვაში არის და თვითონ ეს აგრესიაც ოპოზიციურმა გამოწვეულია ქოცების მხრიდან. ეს ხო ბუნებრივად ასე ახლა ცხოვრობდით, აი ვიცი 2011 წელს ხო ხალხი არ ლანძღავდა ბიზნესმენებს რაღაც ქუჩაში იგივენერად როგორც შეიძლება ხა აქტივისტებმა გააკეთოს, ხო, მაგრამ როცა აქედან ეს სიზული მოდის, ბუნებრივია რომ იქიდანაც იგივეს გიპასუხებენ. ამიტომ ჩვეულებრივად გამოვიდნენ და ხალხმა რომელიც სიძულვილი ფაქტორად ნორმა ასე ვთქვათ დაამყარა ჩვენ ქვეყანა პოლიტიკაში და დამფუძნებლები არიან ამ სიძულვილის ენის ჩვენ ქვეყანაში, თქვენ რომ თუმცა ჩვენ ქვეყანას იცავენ სიძულვილის ენისგან და